გაიხედეთ ჩებში შემოყავთ აფრო-აზიელები ასაქმებენ საქართველოში, რითაც მცირდება ადგილები ადგილობრივი მოსახლეობისათვის, სამუშაო ადგილები და იქნება სხვა თავის ტკივილები და პრობლემები. ეხლა ჩვენ ავყაყანდებით ტოლერანტები ვარ ბუნებით და ტოლერანტები კი არა ხართ, იდიოტები ხართ. გულახდილად გეუბნებით. რეგნები ხართ. აი ვინახართ, მე ქართველი გეუბნებით ქართველებს. რომ мама პაპის სისხლითა და სიმწრით მოტანილი მიწები ასე დაარიგეთ, გაყიდეთ და მზარდ აკარგნების მერე შემოუშვათ, უყოთ ხეირი გქონდეთ იმის გამო, შფული გქონდეთ. თუ ასე გაგრძელდა 2050 წლისათვის საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობა იქნება დიდ უმცირესობაში. ესეც არ გვადარებს. თორე რა ვიცი, მე მქონდეს კარგი შემოსავალი. კაი ჭამა, კაი სმა. თათქარიძეობას არიშლიან ქართველები, რომელიც ერის მამა უწოდებენ და ერის მამა მამხილად თათქარიძეობაში. გაზარმაცებული, სულ სხვის ხელში მატურებელი, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ, ვინ საიდან გააკეთებს ფულს. მამულის გაყიდვის, სინდისის, მიწის, მამაპაპის სისხლით როა მორწმული და ოფლითა და ცრემლით და აქედან გაქცევით, ყიდიან მიწებს, გარბიან ნებიერი ცხოვრებისათვის. მალე გამოსაქცევი ექნება, მაგრამ ვეღარ გამოიქცევს.